თუ სიტყვებს ვერ იმახსოვრებ, შენ მარტო არ ხარ. ძალიან ბევრი ადამიანია ამ დღეში. საქმე ის არის, რომ 99%-ში ჩვენ უშვებთ ყველა ერთ და იგივე შეცდომას. ეს არის შემთხვევა, როდესაც გვაქვს რაღაცა ჩამონათვალი, რაღაცა სია გვაქვს ამ სიტყვების და ვცდილობთ, რომ ახლა ეს სიარავენაირად დავიზუსტოთ. მერე უკან მივუბრუნდებით და აღმოვაჩენთ, რომ ნახევარი არ გვახსოვს. მეორე და ყველაზე ცუდი არის ის, რომ როცა გვჭირდება ეს სიტყვები საუბრის დროს არ გვახსენდება. საქმე ის არის, რომ ეს ახალი დამახსოვრებული ინფორმაცია რაღაც ბმაში უნდა იყოს შენთან, ლოგიკურ ან ემოციურ ბმაში. მაგალითად ავიღოთ სიტყვა boring. ეს ნიშნავს მოსაწყენს. გაიხსენე რა არის შენთვის მოსაწყენი. მაგალითად გაიხსენე ფილმი, რომელსაც ძლივს უყურებ ბოლომდე. A boring movie. მოსაწყენი ფილმი. ან მაგალითად მოსაწყენი სამსახური. წარმოვიდგინოთ, რომ ისეთი სამსახური გაქვს, სადაც ძალიან მოწყენილობაა და ნვერთსრული გაქვს, როდის დამთავრდება ის დღე და გაიქცევი სახლში, ხო? A boring job. მოსაწყენი სამსახური. ასეთ სამახსოვრებელ სიტყვას ორი პლუსი აქვს. ის, რომ გაცლებით მარტივია გონებაში დაგჭეს და მეორე კიდევ არის ის, რომ როცა დაგჭირდება, მაღალია ძალიან იმისი ალბათობა, რომ გაგახსენდეს. თუ კიდევ გინდა ასეთი მარტივი გზების ცოდნა, მოდი ჩემთან მარათონში. ეხლავე შეგიძლია დაიწყო. ერთი თვის შემდეგ შენ სინგლის რუსს ვეღარ ისრებ. მალე შევხვდებით.